მშვიდობა ქართველებო, დღევანდელი ვიდეო შეეხებოდეს იქნება იმ აჟიტირებული, ასე ვთქვათ, გაერთიანების შესახებ, რასაც ქვია დიდი ეროვნული გაერთიანება, ქართული გაერთიანება, თუ როგორც არის. ძალიან წყინს და ვწუხარ იმაზე, რისი გაკეთებაც ახლა მიხდება მე. არადა გავხდი იძულებული. თუ რატომ გავხდი ეს იძულებული? ამას ნელა თქვენ გაიგებთ ყველაფერს. მაგრამ მოხდა ისე, რომ ბოლოს დროს დავით ჭაბუკაშვილმა გამოფინა ჩემი, ასე ვთქვათ, თავის გვერდზე, რომ თითქოს მე ვარ მატყუარა, რომელიც მე, რა თქმა უნდა, დავიყურვე, არც კომენტარები მიწერია, არც პირადში მიწერია, უბრალოდ გავატარე და მივუშვი დრო თავის დინებაზე. შემდეგ ლაივში რამდენიმეჯერ გითხარით, რომ მე მოვითმენ და დავითმენ კიდევ რამდენი შესაძლებელია თქო. გავიდა გვარიანი ხანი, გავიდა 20 დღე, 25 დღე. შემდეგ დაბლოკვამას მომასწრო აგერ 37 დღე და უკვე გვარიანზე მეტი არის გასული იმისათვის, რომ უკვე მე თქვენ მოგაწოდოთ, ანუ სახეზე დაგიდოთ ყველაფერი ის ფაქტი, თუ რა, როგორ და რანაირად წარიმართა ჩვენს ურთიერთობაში. დიდად წყინს მეთქი იმას ვამბობ, რომ მეც გებიცებით, აი ეს ვინც კი მეუბნებოდა თუ ვინმესთან გინდათ ბატონო დავით გაერთიანება, ან ვინ გეგულებათ რაღაცა, ყოველთვის ვეუბნებოდით, აი, ოღონდ ძალიან სანდო პიროვნებებს, რომ აი არიან ასეთი პიროვნებები, არის ზურავი როჩიკაშვილი, არის გიგლა გობეჭია, ნუ გიორგი გიორგელიძესაც განვიხილავდი, დავით ჭაბუკაშვილმა საერთოდ არ იყო და ამათთან კი ბატონო შეიძლება თქო დალაპარაკებაც გაერთიანებას და ასე შემდეგ. ეს ბოლო იმედი მე უკვე გადამეწურა. სამწუხაროდ და საუბედუროდ. გადამეწურა და ვიცი მე ეგენი რასაც აკეთებენ ახლა და შეიძლებოდა კიდე რომ ამ წრეში დარჩენილიყავ. აი უხეშად რო შევტენებოდი. მაგრამ არ გავაკეთე. არ გავაკეთე იმიტომ რომ ჩემი ცხოვრების განმავლობაში ბოლო პერიოდი იყო 2019 წლის და მე 21 წლის არჩევნები კიდე, სადაც მე მერის არჩევნებში ვიყრიდი, შემდეგ საპარლამენტო არჩევნებშიც ვიყრიდი კენჭებს და ნუ ბარიერები ისე იყო გადალაგებული და დაკომპლექტებული მთავრობისაგან, რომ მარტო კაცს შეუძლებელი ხდებოდა სამე რამეში გაგემარჯვა. ამიტომ შენ ვალდებული იყავი, რომ რომელიღაცა პარტიაში თავი შეგეყო, რომ იქ ბალანსი დაგეცვა, ასე თქვა და რაღაცნაირად სადღაც გამძლეა ვიყავ. 3-4 პარტიამ შემოთავაზა და მე უარი ვუთხარი. ჩემი პასუხი იყო ასეთი. ნახევარ ცხოვრების მეტი სატანისტებთან ბრძოლაში გავატარე თქო. და რაღა ღმერთი გამიწყება, რომ ეხლა კიდე ბოლო დროს უკვე დასრულმა პიროვნებამ, რომ ეხლა არ შევწდე და ეხლა არ დავიწყო, ასე თქვა, პუდისკიცინი და მანიპულაციები, რასაც პოლიტიკას ეძახიან, დღევანდელ პოლიტიკას. აი ამიტომ დამდგარად არ შევყავი თავი, შემეძლო მე ეს, მაგრამ რომ ზდობოდა კიდე ვინ გიშვებს. აი ეს არის უბედურება. კარგით, პირველი დავიწყოთ ახლა მე ვალდებული ვარ, როგორც გითხარით, მე ყველაფერი წინ გადმოგიფინო და თქვენ თავად გადაწყვიტეთ ყველაფერი მეგობრებო. ვინაიდან ჩემი მოღვაწეობა და მათი მოღვაწეობაც არის საქვეყნო, საერო და ერის მომავლისათვის. ხო? ეს არის ბრძოლა. და მე არ მაქვს უფლება რაღაც კულუარებში რო ვილაპარაკო და მე თქვენ რაღაცას ვაგეთქო. არ მაქვს უფლება ამის. რატომ? იმიტომ რომ ვინც შემოდიხარ ჩემს Facebook-ზე, იქ დიდი ასოებით აწერია ჩემს გვერდზე. ხო? ეს სიტყვები მე გავიმეორე იქაც თბილისში ამ გაერთიანების შეხვედრაზე. ამიტომ ის რაც ჩვენ შორის მოხდა და რატო დავრჩი მე განზე, ასე ვთქვათ, ამას მე თქვენ ეტაპობრივად დინების მიხედვით ნელა ყველაფერს აგიხსნით. მე ვარ მატყუარა თუ ვინ არის მატყუარა და ვისი ბრალია და რისი ბრალია, იმიტომ რომ ახლა გუშინ წინ კიდე ზოგიერთები მწერენ, რომ იმე ხო დაპატიჟება ხო არ გინდოდა თუ კაცო გაერთიანებაში.
მე ვუთხარი თუ არ იცი თავი და ბოლო მაშინ ჯობია გაჩერდე და ნუ მაყენეთ მე ვუთხარი ასეთმა შეურაცხყოფას გესმით მე არცად არ დასაპატიჟებელი ვარ და არცად არც ძალით კიდე შესაძლებელი ჩემო მეგობრებო მოდით დავიწყოთ ახლა როგორც გითხარით დავალაგოთ ყველაფერი თავდაპირველი თურმე ამათ პრობლემა შექმნიათ იმის გამო რომ მე ლაივში გამომიყვანეს აი გახსოვთ ცნობილი ლაივი ხო ეხლა ისეთ რაღაცას რომელიც მხოლოდ ერთხელ თქვი ლაივში გაბრაზებულმა ეხლა ბრაზი საჭირო არ არის მაგრამ ვიტყვი დიპლომატიურად და როგორც საჭიროა ის იმიტომ დამთავრდა უკვე დრო ამოწურულია ყველანაირი ჩვენ პოლიტიკა სხვა დროს გვაძლევს კოსმოლოგია სულ სხვა დროს გვაძლევს და უფალი კიდე სხვა დროს გვაძლევს აქეთ ამასობაში სატანას თავისი დრო აქვს ჩართული და ჩვენ საიტონში უკვე გარაღვაქვს მეტი სხვა დრო შემოვარგებო ყველამ ვიცით რომ საქართველოში ყავდა 4 პუტჩისტი ხო ასე შევარნაძე სიგუა ჯაბა კიტოვანი მაგრამ ეს არის ის რომელსაც ჩვენ ვიცნობ და რომელსაც თითქოს ვიცი და რო არ ვიცოდით აი მას ვიტყვი ახლა საქართველოს ყავდა 6 პუტჩისტი 6 პუტჩისტი ეხლა 4 ვინც ჩამოასახელი მეხუთე იყო გიორგი ჭანდურია და მეექვსე კი არა მე ბოლოს მოვიტოვეთ რომ პირველი იყო და ეს გახლავთ საქართველოს პატრიარქი ხუთი წავიდა ამ ქვეყნიდან სანამ ეს კიდე ფეხზე იქნება მანამდე ეს პროცესი იქნება საქართველოში და ჩვენ წელში ვერ გავიმართებით მე მოვწი ჩემი საქმე არა მანდ ესე იგი ამ ლაივის ჩართვამდე მე დამირეკა დავით ჭაბუკაშვილმა და რომ მითხრა რომ ხوار ჩაერთვებოდიო ისა რა გვინდა რომ შენი ჩართვა ასე ვთქვათ ლაივში მე სადა ეს პიროვნება ვიქნებითო კარგი მე ვთქვი რა არის პრობლემა მაგრამ რა საკითხზე იქნება მეთქი ამა მიშას გამო და რაღაცა ნუ მე ვთქვი ხა თუ ლაივში გადიხარ და ამ ხელა ხალხი გადიხარ რაღაც ისეთ რაღაცა მაინც ილაპარაკენ რომელიც რაღაცას მომცემია ხალხისთვის გამიგე რაღაცის მომცემია ეხლა მიშა წაიღეს 12 წელიწადია ყველა ტელევიზიამ და ეხლა კიდე ჩვენ ავდგეთ და წყალი ვნაყოთ მიხარ ეს არის ტყუილა დროის ესა წყლის ნაყვა და მან თემა შეცვალე და ამ მეუღლა დაამცალია მე ვთქვი ამაზე მე მეორე დრო და ამერიკა ნუ კარგი და მე კი მეთქი დავთახვი იმის გამო რომ მე ვიფიქრე რომ ბარიღამ ამ ეთერს გამოვიყენებ და იქ ვიტყვი ჩემს საქმეს მომენტი გამოვიყენე კი ბატონო წავიდა ეს ეთერი ყველაფერი და კარგად იცით რაც აქვს თქვი იქ ხო თურმე ამის შემდეგ მოხდა რაღაცა მაგრამ ჩემთვის არავის კრენტი სიტყვა არ ვთქვამს არავის კარგით შემდეგი პერიოდი გავიდა დრო და მირეკავს ისევ ჭაბუკაშვილი ნუ ჭაბუკაშვილი აანონსებს რომ რაღაცას გმის ვიღაცას აერთიანებს მაგრამ ჯერ კაცი არ იცის და მირეკავს ისევ მე და მეუნება რომ 24 ნოემბერს კინოსახლში გვაქვს თბილისში შეხვედრა და ჩამოვძანდე მე ვონებ დავით ჯერ ერთი და მე ვთქვი 24-ში ვერაფერ ვერ ვიცლი იმიტომ რომ მაშინ დაიწყო ზუსტადაც რომ აი ეს საყოველთაო აღწერის ტრენინგები იწყებოდა 3 დღიანი თუ 5 დღიანი იყო და 29-მდე მე აქ უნდა ყოფილიყავ თბილისიდან ჩამოსული იყვნენ ტრენერები და 5 წლის განმავლობაში ტრენინგი გვექნებოდა და მე ვთქვა ვერაფერ ვერ წამოვა ხა ორი კაპიკი რაღაცა საჭმლის პური ვიშოვო მე ვთქვი რამენაირად და ვერ წამოვა და მეორე შეხვედრა თუ უნდა წამოვა მეთქი აი ამას გამოიყენებს ამ ჩემ მესიჯს დავით ჭაბუკაშვილი და აქვეყნებს ეხა ბოლო შეხვედრის შემდეგ და იტყვის რომ აი ვინ თქვაო რომ არ დაუძახი ხათო მე შეხო დაგიძახეო და აი რას წერო და ის ძველი მესიჯი ამოვია რომელიც 24 ნოემბერზე თქვი და ეს ანახან თელ ასე ვთქვათ მის სამეგობრო საჯაროდ და ეუბნება ყველას რომ დავითორდია ტყუის არ მე დაუძახეო მოგეშინია დავით მე არაფერს არ დავმაგავ იმიტომ რომ მართავ კაცს დასამალი არაფერი არ ჭირს აგერ ის წერილი კიდე რომელიც შენ საჯარომდე რომელიც საჯაროდ გამოფინე და მოდით ერთად წავიკითხოთ
დავით, იძულებული ვარ გიპასუხო. არ ვარ დირექტორი, სად უნდა მიგიყოთ? პარტიაა ესო, თითქოს. ვინც ეთანხმება რეგისტრაცია გაიარა და გახდა წევრი, რომელსაც ჩვენი ბეჭედი არ სჭირდება. მოწვევით, როცა 24 ნოემბერს ვიწვევდით ხალხს კინოს სახლში, იქაც ავრცელებდით ტყუილს. რომ არ ვიწევს წაბუკაშვილიო. მაშინ არც მომცლია მაგაზე, რომ მეღამეხმამაღლა მელაპარაკა არ იქა 24 ნოემბერს კინოს სახლში მიწევს, იმიტომ რომ არც ვიცოდი ჯერ რა შეხვედრა იყო, ვინები იყვნენ, თანზე ოთხეული რომ შეიკრიბა ისიც არ ვიცოდი. ხო და მით უმეტეს მე ტრენინგები მეწყებოდა მე და ხა არც მეცალა მაგაზე, სად ნახე, რომ მე ხალხს ვეუბნებოდი საჯაროდ, რომ არ ვიძახის ბატონო მე. იქაც ავრცელებდით ტყუილს, რომ არ ვიწევსო წაბუკაშვილი. სინამდვილეში მოგიწვიე და პირადი საქმეები მაქვს და ვერ მოვიცლიო. არც მე ვარ უსაქმური, რომ მთელ დროს საერთო საქმეს ვახმარ. თუმცა ჯობდა სიმართლე გეთქვა ხალხისთვის, რომ თითქოს მე როდისმე ხალხისთვის რამე ტყუილი მეთქვას. მომიწვია და ვერ მოვიცალე სახალხო საქმისთვისო. მეტი დამაჯერებლობისათვის ვალდებული ვარ გავასაჯარავო ჩვენი მიმოწერა, დასკვნილი მაქვს, დავდებ მოწვევის ხილს და თქვენს პასუხს აქვე კომენტარში და აი ეს გამომიფინა ბატონო და აი ეს არისო დასტური. აბა დააკვირდით თარიღს, კიდე კაია, კარგად დასკვნილი 22 ნოემბერს, ხო? ოსე, აგერად. ნოემბერ 22 რიცხვი. და ამას შენ იძახი უკვე 30 მარტამდე, რაღაც დღეები რო აკლია ის. გესმით? და სად გაიხსენა ძველი, ამოიღო და მიაბა დღევანდას. აი ეს არის ის ტყუილი, მე კი არ ტყუილი. ჩემო დავით, არამედ შენ რაღაცა ის გააკეთე აქ მითელვა, მოთელვა და ძველი დააკავშირე ახალს. დავით ჭაბუკაშვილს მე ვუთხარი, მე მეორედ. დავით, მე ვუთხარი, თუ მეძახით იმის გამო, რომ იქ თქვენ ბირთვში ვიყო, კი ბატონო, წამოვა მე ვუთხარი. თორე მე ხავდგე ზუგდიდიდან, ჩავიდე თბილისში და დარბაზი რომ გასავსებად რომ დავждე მეთქი, იმის გამო მე ვერ წამოვამდი. იმას ჯობია აქედან მოგისმენ. რაზე მეძახით მე? თუ მეგობრები ხართ, დამიძახე, მაშინ თუ მღებულობ იმ წრეში. თუ არ მღებულობ, მაშინ მოსასმენად რაზე წავალ ხომ თბილისში. გესმით? მოკლედ გავიდა ისევ დრო და რაღაცნაირად იზამება სიტუაცია, ვატყობ ამას. მოკლედ გადის დრო და ნუ ხა ნოემბრის შემდეგ მარტში იქნა მათი პირველი შეხვედრა ხალხთან. ნოემბრის შემდეგ ნახეთ დეკემბერი, იანვარი, ფებრუარი მეოთხე თვე. და რომელიღაცამ დამირეკა თუ მითხრა რომ ხო, ისევ დავით ჭაბუკაშვილი მეუბნება რომ აი 30-ში გვაქვს, ესე იგი დიდი შეხვედრა, პირველი შეხვედრა და ჩამოვბრძანდი. ისევ უმეორებ დავით, რაზე მეძახით ხო? ღებულობთ იქ ვარ, მე მევთხარი თქვენ წრეში ვარ? და თუ არა ვარ, რაზე მეძახით? წევრობისთვის, სიტყვით გამოსასვლელად, თუ დარბაზის გასავსებად ხო? არაო, ჩვენ არავის არ ვეძახითო. გამიგეთ ახლა. არაო, არავის არ ვეძახითო. აი ახლა ნახეთ, ვინ არის მატყუარა. ნახეთ როგორ ხდება. ეხლა მე რო დავიწყო რაღაცა მოძრაობა, ხო? მე რო დავიწყო რაღაცა მოძრაობა. მე ოდითგანვე რაც კი მახსოვს ჩემი თვალთაობიეჩი ვინც კი მოხვედრილა პატარა ბავშვობა ახალგაზრდიდან დაწყებული მოხუცამდე ყველას ვინიშნავდი ასე ვთქვათ უბის წიგნებში. რომ აი რაღაცა რო დავიწყო სიტყვაზე აი მადამ პიროვნებას დავუძახე. ეს ხო ელემენტარული რაღაცა, ხო? ყველაზე ახლოს ვინც არის შენთან აზროვნულად, გონებრივად, იდეურად, ყველა მაგას ეძახი, ხო? იბათ. და თქვენ არ დამიძახეთ. იმ საბაბით, რომ ჩვენ არავის არ ვეძახით. მაგრამ ვინ მივიდა ზურაბ როჭიკაშვილთან, ვინ მივიდა იქით, როდესაც მათ შეხვედრა ჰქონდა, ვინ მივიდა იქით? განა შენ არ მიხვედი დავით და უთხარი რომ გავერთიანდე და ერთი ამბავიო? და როცა კითხე მე ასე მეთქი, ვინაო კაცო, ისინი თვითონ მოვიდნენო ჩემთანო, დავითიც, გიორხელიძეს და გობიჩიას. თურმე ესენი სამი თქვენთან მოსულდა, დავით ჭაბუკაშვილთან და მოდი ახლა გავერთიანდეთ.
გესმით? ნუ კაი. აი ეს არის ტყუილი. და არა ის, რაც წილი დამწამები და ჩემი ძველი მესიჯი რო გამოიტანე ეხლა, როდესაც 30 მარტის შემდეგ დაიძაბა სიტუაცია. მოკლედ, მიდის ისე სიტუაცია, რომ მე არავის არ ვჭირდება. ერთი ზარი არ არის შემოსული. და ვურეკავ ახლა იქით ვურეკავ დავით ჭაბუკაშვილს. ეს სადღაც წინა ერთი კვირით ადრეა, 30 მარტამდე. მინდა ახლა ადამიანს პირისპირ შევხედო და ისე ვესაუბრო, საერთოდ როცა არის საშუალება და ჩატში რო ჩართავდა ადამიანს რო უყურე პირისპირ, ასე ხო უკეთესია კაცო, ვიღაც ტერი ხო არ არის, მეგობარია, ხო? და ნუ რაღაც 1-5 მეუბნება, მაგრამ ვიცი რომ რაღაცას უკვე განზე მიგდებს ყველაფერს, ბანზე. და მეუბნები, დავით, მეუთხარი, მოდი რა ჩავთოთ ისა, რა ქვია, შოვლივ ტელეფონზე რეკავდი და ჩატში გადავიდე და პირდაპირ მინდა პირისპირ გეყურო და ისე ვილაპარაკოთ მეთქი. პასუხი არ გაინტერესებს რა იყო? არაო, მე ხა სოფელში ვარო და არ შემიძლიაო. თითქოს სოფელი ყოფილიყო სადღაც ანტარქტიდა, საიდანაც ან ჰიმალაი და ჯომოლუგმარო ტელეფონით შეუძლებელი ყოფილიყო ჩატში დალაპარაკება. და ასე დავამთავრე. ის კი არა, ხვალ თბილისში ვითები და კი ბატონო დაგელაპარაკებიო. არა, უბრალოდ მომიხია უარა. კარგი. გადავრეკე ზურაბისთან არიღებენ, ქედისთან არიღებენ, გადავრეკე გიგლა გობეჩიასთან. გიგლა გობეჩიასკი ტელეფონით ვესაუბრე და მეუთხარი გიგლა, ზმურად რა, მოდი ჩავთოთ ესა ჩატ და პირდაპირ უყურდ ერთმანეთს უკეთესია მეუთხარი ადამიანთან საუბარი. და საოცარი იყო გიგლამ ისეთნაირად მითხრა უარი, აი უცებ. არა. რომ მე რაღაცა გამეცინა, ხმამაღლა გამეცინა. ირონიულად გამეცინა. მივხვდი ახლა. მივხვდი და ეგრევე უთხარი, კარგი, მეუთხარი, მეღაც გიგლა, მეუთხარი იმას კი არ ვაპირებ კაცო, საჯაროდ ლაივში გასვლას კი არა, მე და შენ მეთქი, უმეორებ სამჯერ გამიგე და ხო, კარგიო მაშინ. ჩავერთე და ვილაპარაკეთ. მაგრამ დასკვნა ახლა იმ წამში რა გავაკეთე, რომ გამეცინა მეთქი. იმასაც და გიგლასაც და ალბათ ზურაბი თუ აიღებს, ზურაბი კიდე იგივეს გაკეთებს. ჩემთან უკვე ლაივში დამოსვლა აღარ უნდა. პირისპირ. რატომ? იმიტომ რომ ისინი ფიქრობენ, რომ ესენი უკვე მათ დაიწყეს რაღაცა მოძრაობა და მათ ჩართული აქვს, ასე ვთქვათ, ნუ მთელი უშიშროება და სმენა და ყურები და თვალები, ეს გასაგებია, ხო? და მე ახლა ჩემთან ვაიდარო რაღაც ისეთი თემა წამოვჭრა მე, რომელიც მათ არ აწყობთ, მაშინ გასაგებია, ნუ რაც მოუვათ, ხო? ნუ მივხვდი ამას მე და კარგი. ეხლა ველაპარაკები გიგლა გობეჩიას. გიგლა, მეუთხარი ასე სიტუაცია, ხო? და მინდა მეუთხარი თქვენთან 4-ვესთან ერთად შეხვედრა. ნუ მოკლედ ასე ისე დავბალანსდით, რომ მივედით იქამდე დასკვნამდე, რომ რომელიღაც დღეს, არ მახსოვს რა რიცხვი იყო, ამ დღეს ესე იგი 4 ერთად ეკრიბებიან ტელევიზიაში რომ გამოდიან ხოლმე, ხო იცით, ხო 4 ერთად. და აი გვაქვს გამოსვლაო. ნუ მაშინ ძალიან კარგი, მეუთხარი იმ დღეს, იმ საათს მე იქ ვიქნები და ბარეგამ იქ ვიქნახავთ 4-ვეს მეთქი რა. კარგიო მითხრა. მაგრამ მე მეუბნები გიგლა, ბარეგამ ვსაუბრობთ ხო მე და შენ. გადაულაპარაკე მეუთხარი დანარჩენ სამს, ანუ გიორხელიძეს, ჭაბუკაშვილს და ზაქარიას როჭიკაშვილს, ხო? რომ იცოდნენ, გააფრთხილე მეთქი რომ მოვდივარ დავით თორდია, ეს ხო არ არის ახლა მე რუსთავიდან და იმიდან ხო არ მოვდივარ კაცო, არა, გდანიდან. რომ მოდის ეს კაცი და თუ დაუშვათ გადაცემის დამთავრების შემდეგ სადღაც ვიღაც გასაქცევია, წინასწარ რო იცოდნენ თქო ეს გამოდის სადღაც 4-5 თვის უკანდელი ამბავია, გამიგეთ? წინასწარ რო იცოდნენ, რომ არ წავიდნენ, გამიგეთ? სადღაც 9 საათი 40 წუთი რომ დავითონ და ვილაპარაკოთ. გიგლა მეუბნება, რომ მე ამ საკითხს არ ვწყვეტ და დავით დაურეკეო ჭაბუკაშვილს. გადაურეკე ჭაბუკაშვილს და უთხარი იგივე. კი, ამადა ამ დღეს ვიკრიბები ტელევიზიაშიო. მე უთხარი გააფრთხილე, ვინაიდან შენ მეთაურობ ამ საქმეს, გააფრთხილე ყველა, ის მეუბნება გიგლას უთხარიო, მე ვუთხარი გიგლაზე დათქვამი მაქვს. თუმცა დათქვამი რომ მქონდა გიგლას ხო იყო საკმარისი, კაი. და გამიფრთხილე მე ვუთხარი ყველა ერთად და ჩამოვდივარ მეთქი რა, სერიოზულად, სათქმელი მაქვს, სალაპარაკო მაქვს თქვენთან. კარგი. გავდექი იმ დღეს და ჩავედი თბილისში, 20 წუთი აკლია და მირეკავს. დავით ჭაბუკაშვილი.
დავით იციო, ესე იგი, ასე და ისეა სიტუაცია და ვერ მომდივარ. თქვენ რატო? იმიტომ რომ დარბაზის საკითხზე დავრივარ და ფული ჯიბით დამაგდა, უნდა მივცე და ერთი ამბავი. კარგი, მეუთხარი კაცო. ეს სხვასად არის. გიგდა ჩემთან არისო. კარგი. მეუთხარი დაგელოდებით კაცო. 9 საათი, 1 საათი, ნუ გასაგებია თბილისში საცობები და ერთი ამბავი, ხო? 1 საათი დაგელოდებით, საათნახმევარი. არაო, ვერ ვასწრებთო მაინცო. და ეს იყო სადღაც დღის 3-4 საათი, მაქსიმუმ. კარგი, მეუთხარი ახლა ზუგდიდან ჩამოვიდე, ბოლო-ბოლო და საღამოს 8 საათი იყო, 9 იყოს მეთქი. მომიჭრა. აბსოლუტურად მომიჭრა გზა. აი ახლა თქვენ ხო გეუნებით ახლა მე დალაგებულად როგორც იყო ისე ყველაფერი. და თქვენ წარმოიდგინეთ ახლა ჩემს ადგილას თან. კაცი ავდეგი ზუგდიდან, თანაც ყველა მიცის რომ მე არ დავდივარ, რამე ბიზნესი მე არა მაქვს, რომ საიდანაც შემოსავალი მქონდეს, გამიგეთ? და თვითონ კაპიკი არის ყველა იმ მაყურებლის და იმ მეგობრების შემოწირულობა, რომელთაც რაღაცას ვაგროვებ და მოძრაობ და ვაკეთებ კიდე რაღაცას ცხოვრებაში. ნუ ეხლა ხო გინდა ეხლა ჩემ ჭკუაზე ეხლა რამაც რო არ უპასუხო ეხლა უცებ რო არ ვეცე ეხლა გამიგე? და ბოლოს მეუბნება მოკლედ ზურაბი არისო იქო და ზურაბის დაელაპარაკო და რა მნიშვნელობა ზურაბი მე ჩვენ გვეტყვისო. ზურაბი სამსახურთან მდგევართ. იმიტომ იქ არის ტელევიზია, იქ იხებენ ამას. გადაცემებს გესმით? და ნახე ზურაბი. ვილაპარაკეთ, მე ვუთხარი პირდაპირ. თანაც კაციც მომყვებოდა, ჩემი მეგობარი თბილისელი კაცი და მოდი მე ვუთხარი ახლა იმას მე ხო არ ჩავიწერ, მე ვუთხარი ახლა მეგობრებთან საუბარს და შენ მაინც იყავი, მე ვუთხარი მსმენელი და მაყურებელი იმისა, რას მიპასუხებენ და რა არ გოყვა. მე ავდეგი დავუთხარი პირისპირ. ზურაბ, მე ვუთხარი მე ის კაცი არა ვარ, რომ მეგობარს ზურს უკან ეუბნებოდა. მე პირში მთქმელი კაცი ვარ და პირში გეტყვით მე ვუთხარი. და ვუთხარი ყველაფერი. ასე რო იყო საქმე. და ზუგდიდან რო ჩამომიყვანე, შენ არ უთქვია, მე ვუთხარი მას. დავიჭავო კაცებს. არაო, თუ კიო, აი ეს ვერ გავიგე ნორმალურად. ვერ გავიგე ნორმალურად. ნუ თუნდაც არა ეთქვა. თუ კი ეთქვა, მაშინ უარესი. თუნდაც არა ეთქვა, ხო, კარგი. ხო ვიცი რომ მე ზურაბ ჩამოსული ვიყავი ზუგდიდან. სპეციალურად ამაზე, თქვენთან შესახვედრად, ხო? ყველა მიცოდეთ, ხო? კი. ხო, ზურაბი მეუბნება რომ ჩამოდიო კაცო, რა პრობლემა არისო? ნუ ახლა მე უკვე ისა ვარ, სადღაც ვიღაცა პიროვნება, რომელიც 30-50 რიგზე დგას. გამიგე, ჩამოდიო რა ახლა მაყურებლის როლში. კი არ ვთქვია რა, გამოდი სიტყვით ან ჩვენთან დაჟეგი პრეზიდენტი არა, პრეზიდენტი საერთოდ საუბარი ზედმეტია, ამაც წესი მე ვარ გვებულო, მე ვშკო. კარგახანია მივხვდი და მე ვუთხარი, რაზე ჩამოვიდე ზურაბი? თუ ჩამოვა, მაშინ სიტყვის უნდა გამოვიდე მე ვუთხარი. და დარბაზის გასავსება, მე გამორიცხულია, მე ხა ამ შორის არ წამოვა მე ვუთხარი. და ვუთხარი ქვემოთ რომ ჩამოვედით, ზურაბ, პასუხები, რა პასუხებიც მე შენ დაგისვითქო, რომელიც უნდა გადასცე ამათ ყველას ერთად. დამაწიეთქო გზაში, მე ხა პირდაპირ ვიყავ მე ვუთხარი ზუგდიდში. დამაწიეთქო გზაში, ან მაქსიმუმ ხვალ საღამომდე მეთქი. როგორ წეღან გითხარ იცი, როგორ ბაბუაჩემს არ დაურეკე და ამაზე პასუხზე არავის არ დაურეკია. ისე როგორც ზურაბის ვუთხარი კონკრეტულად, ზურაბ არ დამირეკა. რატომ იცი, არ ჩათვალა საჭიროდ. იცით რა არის ხა აი ეს ნახევარი გული გაპობილივით მაქვს. მართლა გეუბნებით, იმიტომ რომ ზურაბს მე ვიცნობ კარგახანია. პირველი მათ დამაფიქსირეს მე, როდესაც 2018-ში, ესე იგი ფეხი წამოვიდი მესტიიდან თბილისამდე. პირველი მათ დამიძახეს, წასვლამდე დამიძახეს ტელევიზიაში და მე რო ჩამოვიდი, მე კიდე გამოვიყვანეს ტელევიზიაში. რისთვისაც მე მადლობას ვუხდი მათ. ეროვნულ საქმეს აკეთებდნენ, სიმართლეს იმძოდნენ, ესენი ცოლი და ქმარი და ყველაფერი და ყველაფერი. მაგრამ მივიდა ისეთთან იმ კონდიციამდე სიტუაცია, რომ აი როგორც ხედავთ, უკვე გასაყალზე ვარ და ამდენი ხანი გავიდა, როგორც გითხარით ახლა. ამ დაბლოკვამდე 37 დღე გავიდა, მაგამდე კიდე 20-25 დღე კიდე ვიცადე, გახსოვთ, ხომ მე ლაივში რომ ამბობ. ვისთი, ბიჭო, იქნება და გამოჩნდეს ვიღაცა და რაღაცა 1-2 თბილი სიტყვა მეთქვა. არა.
მოგიგდეთ ჩემი თან. აბსოლუტურად იგნორი. და ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ ადამიანი ჩამეყვანეს თბილისში. თანაც მე ხო ისა ექსპრომტად ხო არ თავზე ხო არ დამსხვრევარ კაცო. აი მოვედი და შევხვდი ხო არ 5 დღით თუ 6 დღით ადრე წინას ნათქვამი მქონდა ერთზე იგლაგობეჩიაზე დავით ჭაბუკაშვილზე რომ გადამიფრთხილე ყველა თქო და დავხვდით რა საერთოდ იგნორი საერთოდ ფეხებზე დამიკიდეს გესმით არსებობ არ არსებობ და ყოველივე ამის შემხედვარე მოახლოვდა 30 მარტი ზივარ და ვფიქრობ ახლა ბიჭო რა ვქნა წავიდე არ წავიდე რო წავიდე რაზე წავიდე გამიგე რაზე წავიდე ხა გასახვეიან აქედანაც ვერაფერს ვერ ვეუბნები ხალხს მეუბნება ჩემი მეგობრები რომ რას ამბობთ ბატონო დავით იმაზე რა სიტყვით უბრალოდ მიდიხართ არ მიდიხართ ან არ მოუწოდებთ ხა ან მოუწოდებთ ან არ მოუწოდებთ რაღაცა ნუ მოკლედ და გაჭედელში ვარ არ ვიცი რა ვქნა კაცო არ ვღებულობენ და რა უნდა უთხრა იმის შემდეგ რაც გადამაგდეს ელემენტარულად ფული დამახარჯეს აქეთური იქეთური და როგორ იქნება ყუ დამოძუებული გამომიშვეს პასუხის ღირსადაც რო არ გამხედეს ნუ კარგი ბატონო გავიდა უკვე აგას 2 თვეზე მეტია უკვე მე-13 თვე მიდის როგორც გითხარით იმ ქვეყნა რო არ დაურეკია ბაბუა ჩემს რო არ მოუწერი არა ისე ერთი სიტყვა აგერ განახებთ მე რო რამე მცდელობა რო არ მკითხოს ვინმე და რა დამაბრალოს თუ დავაკერითკო რამე აგერ ბატონო წერილი რომელიც ნუ ზურაბისთან რეკავ აღარ ღებულობს ეს კაცი შემდეგ აი ეს წერილი გაუგზავნე ჩატში შემდეგ კი ბატონო ვერ დაინახა ნუ ხა შემდეგ გაუგზავნე ეს ხმოვანიც კედი გამარჯობა საღამომშვიდობისა დღეს დამერეკა ჭაბუკამ და ისეთი რამე მითხრა რომელიც არ იყო სასურველი ჯერ ერთი ჭაბუკასგან იმიტომ რომ მითხრა რომ ქეთისთვის დაურეკიაო ვიღაცებს ხო ნუ მე თავის გვერდზე კიდე დადო ჩემი დასაკნინებელი ასე ვთქვათ ლაივი რომელზედაც მე არ ვპასუხობ ჯერობით არავის კედი ეს რაღაც ბავშვობანას გავს რაღაც კატეხილი ტელეფონით მესამე პირით რომ ესაუბრება ჭაბუკა და შენ რატო არ დამირეკე პირადში და რატო არ მითხარი ვინ არის და რა აიდო რა ხდებოდა და ისი თქმა უნდა ვიღაცებს და მე გირეკავ თქვენ და არ ვიცი არ ზურაბი არ პასუხობ არ შენ არ პასუხობ და ხوارჯობია რომ პირდაპირ დამირეკოთ და მითხრათ რა ხდება და საერთოდ ჩემს მიმართ და ჩემს გარშემო ამ ასე ვთქვათ ახლა ჩამოყალიბებული გაერთიანებისგან მე მგონი ჯობია რომ დამირეკოთ და ამიხსნათ 1-2 სიტყვით რა ხდება ასე აჯობებს ყველასთვის ნუ მოკლედ ხედავთ სიტუაციას და ახლოვდება 30 მარტი კიდევ პლუს რომ არ ეთქვა ხალხს რომ მე კიდევ რამე ხო არ დავაკელითქო ან რო არ ვფიქრო ან ჩემ თავსაც ვეუბნები რომ კარგი ჯანდაბას ნუ ჩავთვალოთ ეს პირადულად ის რომ გადამაგდეს და ყუდამოძებული რო გამომდინეს რომ ამიგდეს საერთოდ კი ბატონო მოდი თვალი დახუჭვა ამაზე მეთქი საერთოდ მე კიდე დავაიგნორებ და წავალ თითქოს არაფერს არ მომხდარა თითქოს მე ასე ვთქვათ გულნაწყენი არა ვარ გულნატკენის არა ვარ არაფერი და კი ბატონო ჩავედი თბილისში იქ მეგობრები ნუ ნახეთ თქვენ სურათები გადაღებული ვარ ნახევარი კიდე დარბაზში ისდა მანამდე და დავით ჭაბუკაშვილმა ნახა პირველად და დავითი მეუბნება ზურაბი გელოდება იქ შესასვლელთან ეხა მაგით ჩიტი ხო არ ვიყავი უცებ მივხვდი რაზეც მეძახდა ზურაბი აქ მე დავითზე ეხა ის რაც მოხდა ერთ თვენახევრის უკან და ის რო ვარ ასე გაბრაზებული რო ვარ და გულნატკენი რო ვარ მაგას საერთოდ არაფერი უბრალოდ გამარჯობა და გავატარე მივდივარ ზურაბისთან ზურაბი ოდნავ განზე
გამიწვია და ჩუმად მეუნება დავით, ოღონდ ილიაზე არაფერი არ თქვა. ეს მე ისედაც ხო ვიცოდი, რასაც მეტყოდა, ხო? ნუ კარგი მეთქი. კარგი მეთქი. ან როდის იყო მე ილიაზე რო ვამბობდი, ასე ვთქვა, თქვია საჯარო ვინმე გამოსვლებში და არიქა ვინმე თუ დაპატიჟება და იქ როდის იყო რომ ვანგრებდი ამასაც მე საკმარისად ჩემი გვერდი და YouTube. ხო? ეხლა მოდი და ბარეგა მოусმინოთ იმას, პატარა მონაკვეთს ჩემი გამოსვლისას, ხო? პირველ რიგში მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე, ვინაიდან აქ პრეზიდიუმში მსტომმა ოთხმა პიროვნებამ თავზე აიღო ეს ვალდებულება ქვეყნის გადარჩენის, ქართველობის გადარჩენის და ეს არის დიდი მისია, ამიტომ გილოცავთ ყველას ერთად, ვინც პრეზიდიუმში ხარ და ვინც კიდე აქ ბრძანდებით. როგორც ხედავ, მე ვცდილობ, რომ რამენაირად ხალხის თვალში ესენი გამოვიყვანო კარგად. აი, ხედავთ, მე ჩავკეტე ყველაფერი, ის რაც მოხდა იქამდე, ჩავკეტე, საერთოდ დავაიგნორე ჩემი ამბიციები. მიუხედავად იმისა, რომ არ იყო პირადული საქმე, რასიც ჩვენ ერთმანეთს ასე ვთქვათ, დავიძაბენით, ეს იყო საკონტროლო საქმე, საერო საქმე და პირიქით, მე ეს უნდა გამებაზრებინა, ასე ვთქვათ. მაგრამ როგორც ხედავ, აი აქ კედელი მან ჩაკეტილი და აბსოლუტურად თითქოს არაფერი და გამოვდივართ ნეიტრალურ პიროვნებად, ნეიტრალური აზროვნები და პირიქით კიდევ ვცდილობ, რომ ამათი სახე გამოაჩინო უკეთესად, რომ იმასაც ვამბობ, რომ ესე იგი ამდენი ხალხი პირველად მოვიდა თქო საქართველოს შეკრებაზე. მე მიხარია, რომ დღეს რაფერს მოხდა 23 წლის განმავლობაში ერთ დაძახებაზე, რომ ამდენი ხალხი მოვიდა დარბაზში. მაგრამ ეხლა გეტყვით პირდაპირ. ჩემო კარგებო, ეს არ იყო დიდი ბედენა ხალხი. არ იყო დიდი ბედენა ხალხი. აი ეს არის სული დარბაზი, სადაც უკანა რიგებში თითქმის მე-7 რიგის შემდეგ აქ-იქ თუ ისდა ადამიანი. და ეს დარბაზი იქნებოდა გაასკდეს დიდი 300 კაციანი. და მაშინ, როდესაც თბილისში 4 თბილისელი ერთად იწვევს და ეძახის ხალხს. 4 პიროვნება. და ეს არ არის ვიღაცა პიროვნება, ხო, ამან იცნობს ყველა, ხო? 4-ჯერ მეტი ხალხი უნდა ყოფილიყო. მაგრამ მე გამოვიყვან ისე, რომ აი რაღაც ხალხის იმედი მიმეცა და ესენი კიდე გამომიყვანა კარგი, ასე ვთქვათ, სიტუაციაში, მაშინ არ დაგავიწყდა, რომ 1/13 ჩემი მეგობრები არიან აქ. ბოლოს კიდე ისე ვამთავრებ, ჩემო კარგებო, რომ გზას ვლოცავ ამ 4 პიროვნებას და ხალხსაც იმედს ვაძლევ. ეს საფუძველი ხალხის საფუძვლის გარშე არის ორი რელიგია. ამიტომ შევეშვა ამ რელიგიას რელიგიები ბევრი არის, მაგრამ ჩვენი რელიგია არის ღვთისმსახურება და ხალხის მსახურება. და ეს ვაქტიურობა კიდევ რომ დღეს გადაწყვიტეს ხალხის მსახურება, მას მაგნას რო გამარჯვებით გამოსახურება. ეხლა გეკითხებით მე თქვენ. აქ რამე იოტისოდენა ვინმე შეამჩნია, რომ მე ამაძე ვარ გულნატკენი. იმის გამო, რომ მე ამათმა დამაიგნორეს ჯერ ერთი და მეორეთი და საერთოდ გადამაგდეს და მესამეთი და აბსოლუტურად პასუხი რაიმე ტელეფონით ან წერილობითი ფორმით რომ მოიცათ. არა, ჩემო კარგი. და იოტისოდენა მეტყობა თქო ახლა. მე რამე დავაკელი? ან ვინმეს რამე დაგაკელით? პირიქით, ლაივებს მანამდე ვამბობდი, რომ მე ვითმენ, ვიტყვი მოთმენა უკროა. იქნება და ვინ იცის კაცო იქნება ერთმა დარეკოს ან რაღაცა ამიხსნას ან რაღაცნაირად. კეთური. არა, მოგიკლე შემდეგ. გავიდა უკვე. მე-13 თვე გადის უკვე. ეხლა საიდან დაიწყო ხელმეორე დაძაბულობა, ოღონდ უფრო სერიოზული. აი ეს, როდესაც მე აი ამ გამოსვლაზე, დროშაზე ვილაპარაკე და როდესაც ვთქვი, რომ სასურველია დროშა რომ შეიცვალოს, თქო? რა ვთქვი მე აქ ცუდი. და ასე შემდეგ. ამის გამო მე რო ჩამოვიდი ზუგდიდში, მე მირეკავს დავით ჭაბუკაშვილი. და მეუბნება, დავით, შენ რო იმაზე გააკეთო, რა ქვია,
დროშაზე განცხადება და რომ შეიცვალოსო, რომ თქვიო და მოკლედ და ერთი ამბავი და ხა უნდა გამოხვიდე და ან ბოდიში უნდა მოიხადო და ან რაღაცნაირად რომ სხვანაირად მქონდა ჩანაფიქრი თითქოს და სხვა გამომივიდა და ან რაღაცა და მოკლედ ბოდიში უნდა მოიხადო. რატომ მეუთხარი კაცო? მე რა პრეზიდენტი ვიყავი, კანონი გამოვეცი და არიხა და ხვალდაზე გამოსცემენ ახალ დროშას, ხო ვერ გავიგე. რა გიჭირთ მეუთხარი, რა პრობლემა გაქვს დავით? ჯერ იმაზე კი არის საუბარი იქ რაც ის საერთოდ იგნორირებულია. წინდა ამოგდებულია საერთოდ. მე რომ გადამაგდეს თბილისს და რომ ჩამიყვანეს და ზუგდიდან და თბილისს რომ ჩამიყვანეს და რომ დამშვეს ნულზე. მაგაზე ბოდიშს კი არ ამბობს კაცო. პირდაპირ კიდე შეტევაზე შემოდის. და მეუბნება რომ აი შენ დროშაზე ხა ბოდიში უნდა თქო რატო მეუთხარი კაცო? კანონი გამოვეცი ან ვინ ვარ მეუთხარი თანაც თქვენი წევრიც არა ვარ მეუთხარი კაცო. ხო რა ვარ კაცო აბათი წევრი 4-ეული არიან ეგრევე. მე რო ყოფილიყავი მე-5 იქ და იქიდან რომ გამოსულიყავი და მე თქვა მაშინ კი ბატონო მომთხოვე პასუხი და მე გამოვედი დარბაზიდან. ვიღაცა რიგითი მოქალაქე და თქვი ჩემი აზრი. და აი რო გაუბრაზდი და მე რო ვუთხარი მე რას მეუბნებად იცით? მე წალენჯიხის ბატალიონიდან დამირეკესო და 20 საათშიო თუ არ შეცვლისო ის თავის ასე ვთქვათ ნათქვამს და ასე შემდეგ და ასე მომისმინე ბიჭიკო მეუთხარი ხარ? ნუ ეხა არ მინდა ეხა იქ რაც ვილაპარაკე, გესმით? ეხა იცით არის ამას ქვია ლაჩრობა, როდესაც შენ ადამიანი პიროვნება თვითონ ვერ გერევა და მე სხვის სახელს რო გიხსენებს ვითომ. აი ეს იცით ლაჩრობა პიროვნება, როდესაც შენ თვითონ ვერ ერევა და მე სხვის სახელს ან სხვას რო ეტყვის და ტექნიკურად არ იქა დამიდექი რომ ერთად შეუტიოდო. ან შენ შეუტიო, მე არა. გამიგეთ? ვისით მაშინე მე უთხარი კაცო, შენ. რამე ხო არ გეშლება და რამსები ხო არ გაგერიათ მე უთხარი. ხო და ეხლა რას ვეუბნები? დავით, ეხლა შენ რასაც ფიქრობ, ისე ფიქრობ სხვა კიდე მეთქი? აი, პრეზიდენტის წევრი ვინც ახლა. იმიტომ რომ მე ხო ვიცოდი მე უკვე ნაყურები ვიყავ ამ ვიდეოზე. უბრალოდ დადებული მქონდა, დამონტაჟებული მქონდა, უკვე ამოჭრილი მქონდა ეს ჩემი გამოსვლა და დადებული მქონდა. შენ რა მე უთხარი, მე რო გამოდიოდი და აი ამას რო ვამბობდი მაშინ. შენ საერთოდ არ გიყურებია ჩემს გამოსვლაზე, ხო? დააკვირდი მე უთხარი ზურაბ ბოჭიკაშვილს. ზურაბი ტაშ თავს უქნევს და ტაშს უკრავს. ესე იგი კაცს ტვის დაუჯდა. მართალიაო, გამიგედა. თანხმობას იძლევა. აი ამ მესტილებს უნდა ვთხოვოთ რამენერად რომ დავსვათ 4-5 ადამიანი ვისაც სპეციფიკა. ო, დროშა ახალი დროშა. ამ დროშის სპეციფიკა. ო, დროშა ახალი დროშა. და შენ რომელიც თქვენ წევრიც არა ვარ, ბოდიშიც კი არ მოგიხდიათ იმაზე რაც გამიკეთეთ და კიდე შეტევაზე გამოდიხარ დავით ჭაბუკაშვილო და ბოდიში მე ვხადო და მე როგორ ვთქვა ბოდიში მოგითხოვე მე ამას არ გავაკეთებ მეთქი მე ვიღაც ჩალენჯიხის ბატალიონი და ესა და 20 საათში ასე თქვაო თუ არა და აი რა გეშველე აი მოკლედ მეგობრებო საქმე ისეთნაირად წავიდა რომ მე უკვე არანაირის დასტურები და ვიღაცის რაღაცები მე ამჭირდება ამას უკვე მე კარგა ხანია ვხედავდი მაგრამ აი ბეჭედი დავუსვი თქვენს წინაშე თქვენ რო დარწმუნებული ვიყავთ იმაში და რო არ მომეცა ხალხისათვის სალაპარაკო დავითმა რაღაცა იცით პირადული ამბიციებისა და რაღაცა გამო იქნება და მისულიყავი და ეს ყველაფერი გავაკეთე ყველაფერი თავზე მოძალარი ვიძალაც გამოვიყენე დავივიწყე ყველაფერი გამოვედი თითქოს არც არაფერი მომხდარიყო ჩვეულებრივ გამოვარდე ხელი ჩამოვარდე ამათ ხელი იქ დარბაზში რაღაც ხელსაწერი უნდა პასპორტის ნომერს ითხოვდნენ რატომღაც რაში ჭირდება პასპორტის ნომერი ეს და გამოვედი ნეიტრალურად და პირიქით შეგაქეთ და ხალხს იმედი ჩავუსახეთ თქვენი სახით რაც აქამდე მოხდა და რაც გამიკეთეთ იმის კვალობაზე დამიფასა მე ეს ვინმე კარგ მოკლედ ჩემო კარგებო მე ვხედავ კარგა ხანია მას მე ვხედავ მაგრამ როგორც გითხარით არ მოველოდი ამ ადამიანებისაგან და აქაც უკვე თავის წრეში ტექნიკურად
დამამაცხადეს როგორც პერსონა ნონ გრატა. ყველაზე მეტი რო იყვიან ესე გიგლასაგან არ მოველოდი, მაგრამ გიგლამაც ერთი რო დაერაკა რომელიმეს და იცით რა დავით ასეთნაირად გამოვიდა, რომ ახლა ამ ხელა გზიდან შეწუხდი და რაღაცა ბოდიში რაღაცა ელემენტარული რაღაცა რომელიმეს გამოეთქვა მაინც. და მიუხედავად იმისა, რომ გავიდა უკვე მარტის შემდეგ, აგერ აპრილი, მაისი და მესამე თვე დაიწყო უკვე. კიდევ არანაირი წერილი, არანაირი ზარი და ასე მე უკვე ვალდებული ვარ, რომ თქვა ის თუ რასაკეთებს ეს გაერთიანება. ჩემი მეგობრების სახით, ყოფილი მეგობრების სახით, სამწუხაროდ საუბედო. კიდევ ვიმეორებ, ვინც კი მეუბნებოდა, აბა ვისთან, ვიღაცასთან ხომ უნდა გაერთიანე ბატონო დავით და ბოლო ფორპოსტი იყავით თქვენ. ბოლო იმედი. მე დღეის შემდეგ წვეთ ყველანაირი კავშირს საერთოდ თბილისთან არანაირი გათბილისელებთან ეს გამორიცხულია. არ ვიცი ხა ამათ იქით კიდე ვინმე თუ გამოჩნდება, არ ვიცი, დღემდე არ არის გამოჩენილი, რა ვიცი, რა. თუ ვინმე არის კიდე მითხარით, თუ არა და მე ნელ-ნელა ეტაპობრივად ყველას განახეთ, რომ ყველა თბილისში, ვიცი კი რამე მოძრაობა, პოლიტიკური პარტია, გაერთიანება, ყველა გეუბნები 99 და კიდე 99 ემსახურება ერთ-ერთ მონოპოლისტურ სისტემას, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო ჰქვია. ყველა მისი საცეცებიდან არის ნებადართული, ან დანიშნული, ან ნებადართული. ირიბად თუ პირდაპირ ამას უკვე არ აქვს მნიშვნელობა. მე მგონი გასაგებია, ხო? ეხლა შემოკარგებო. მივყვეთ დეტალიზაციას. გაერთიანების შიგნით. მაშინ, როდესაც აკაკი ჯორჯაძეს იუბილე ჰქონდა სადღაც რესტორანში და დაპატიჟეს ამის ხო ახლა თბილისი და ხედავ რომ ამ იუბილეზე ჩემი მეგობრების ყველა იყო იქ. აი ეს ზურაბიც, ქეთიც, თინა თოფურიას და კიდევ ვიღაცები. ეს უკვე ის პერიოდია, როცა ჯორჯაძემ დაიძახა შეკრებაზე რომელიღაც აყრილობა ჰქონდათ და იქ რო გამოვიდი სიტყვით, იქაც არავინ ამ პატიჟობდა სხვათა შორის, არც კი დაუძახნიან საერთოდ ჩემი არსებობა, ესე ჩაგეტული სექტასავით იყო. მარტო აკაკი იყო ღმერთი და ყველაფერი, დანარჩენ აბსოლუტურად არაფერი არ იცოდა. და იქ რო გამოვიდი სიტყვით, იმის შემდეგ წამოვიდა მთელი ეს, ასე ვთქვათ, გაერთიანება ჩემ წინააღმდეგ. რაზედაც შემდეგ უპასუხე დეტალურად. პკტ-ვის ტელევიზიაში ზურაბისთან რო გამოვიდა ქეთისთან, იქაც ვთქვი, საჯარო დარბაზშიც ვთქვი, რომ ამადა ამ პიროვნებას, ვისაც ჩემთან ჰქონდათ პრეტენზია, ჩემთან აქით კი არა, აქით ვისაც ჰქონდა პრეტენზია, ყველას კი ბატონო, სახელი და გვარი ჩამოვაკოპციალე ყველა ერთად და გიწვევთ მეთქი ტელევიზიაში თქო. არავინ არ გამოვიდა, არავინ არ გამომეხმაურა, გამოსვლას კი არა, გამოხმაურებას არ გამოხმაურა. და აი ამის ფონზე, ამ დაძაბულობის ფონზე ვხედავ, რომ ეს ჩემი მეგობრები იქ არიან იუბილეზე და კარგად ჭუჭუკებენ. მე რო ჩავეკითხე ქეთის და ზურაბის, მაგრამ არ იცოდით ეს რომ ნიშას დროს რომელ მხარეს იდგა და რომ ეს და პატრიარქი და შევარნაძე რომ ერთად უწყვეტდნენ შევისა ზვიადის ყოფნა არ ყოფნის საკითხს და პალაჟენიას რო ალაგებდნენ ერთად, გან არის ცოდით მეთქი. ალბათობას ვთქვა, რომ ესეც ნიშანი, იმიტომ თავში მომეცა მე ეს ნიშანი, საქმე ეხება ჩვენს პატრიარქს. თქვენ წინა ჩანაწერებში ყველა დასაწყისი მე პატრიარქი და შევარდნაძე წვეთით საკითხებს. მე პატრიარქი და შევარდნაძე წვეთით საკითხებს. მე პატრიარქი და შევარდნაძე წვეთით საკითხებს.
უი, არ ვიცოდიო. ალბათონმა ქეთიმ სესიაშვილმა მითხრა. მერე, როდესაც ამათმა დაიწყეს გაერთიანება, კაცო, ხედავ, ჩართეს ეს ორგანიზაცია, რომელიც, ნუ რა ვიცი ახლა, ამას რაფერ არის ცნობილი, კაცო, თბილისელი ადამიანები გადამრეთ მე თქვენ. პირდაპირ ეთერში გაგყავთ ეს ორი პიროვნება, გიორგი ჭელიძე და აშა არსენიძე, რომელიც პირდაპირ ფაშისტური იდეოლოგით ყვებავს ხალხს. პირდაპირ. გამარჯობა, ფაშისტური მოძრაობა, საქართველოს ეროვნული ერთობისა და სამოქალაქო თავდაცვის ორგანიზაცია ქართული ეროვნული დარაზმლობის სახელით მოგმართავთ მისი მეთაური გიორგი ჭელიძე. გამარჯობა, ეროვნულ-სოციალისტური საქართველოს შრომელთა პარტიის სახელით მოგმართავთ მისი მეთაური გიორგი ჭელიძე. დიდი მადლობა ყურადღებისათვის, დიდება ღმერთს, დიდება საქართველოს, გამარჯვებას დიდება. თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში საქართველოს ეროვნული ერთობის წევრის მხარდამჭერი აქციაც გაიმართა. Thank you for making it happen. Thank you. და ახლა მე ვურეკავ ამათ. ეს უკვე დაძაბული არ არის სიტუაცია, სანამ აი 24 ნოემბრიდან 30 მარტამდე სიტუაციას გეუბნები, როდესაც მინდა რომ ამათ რაღაცა კარგი შევძინო და კარგი ის უთხრა, გამიგე დაკვალიანება მის. მე ვუთხარი გასულ თქვენ ვერ ახარ კარგად. ნუ თუ ვერ ხვდებით რომ ეს არის ნეელი მოქმედების ბომბი თქვენთან შემოსული, თუ თქვენ დაუძახეთ, თუ ტექნიკურად თუ არა ტექნიკურად თუ როგორ მოხდა, მე არ ვიცი, მაგრამ ამათ რო აპირებ და რო გამოყავთ, მე ვუთხარი კაცო, საჯაროდ და ჩვენთან რო არიან რომ ამბობ. ამას კარგი თქვენ არიზამ, მე ვუთხარი, მაგრამ ვიღაცებს აგიფეთქებენ, მე ვუთხარი, და დაგემხობათ, მე ვუთხარი, დაგენგრევათ, მე ვუთხარი ეს გაერთიანება. იმიჯის გაგიფუძდება თქო. მე მეხუთე 6 დღის თავზე ვგებულობ რომ გაუშვიათ ესენი. გამიგეთ? იმიტომ რომ ერთსაც ვუთხარი, მეორესაც ვუთხარი და მესამესაც ვუთხარი. ეხლა ეს ისი ბრალია იცით ხალხო, როდესაც აი მოდი ეხლა ვისაც ვიცნობ კონკრეტულად იმაზე გეუბნები, ხო? ესე იგი, ზურაბი კიდე ჩემს ვიტყვი, ახლა, ჩემ მეგობარ. ზურაბი და ქეთი დილით, ესე იგი, რო გავლენ სახლიდან, საავადმყოფოა, კლინიკა აქვს, საღამოს 8 საათამდე ესენი აბსოლუტურად ვერაფერზე ვერ იცლიან. გესმით? შემდეგ, რასაც შემდეგ ან კორპორაციულები ხდება, ან ვიღაცის ქორწილები, ან ვიღაცის რაღაც გესმით ახლა და მე ღამით გვიან მოდიან სახლში და კვირაში 1 თუ 2 საღამო თუ იშოვეს, ასე ვთქვათ, თავისუფლად. და ასე რას გაიგებთ ხალხო? და მე ღამები არ მძინავს. მე არ ვამბობ დილის 7:30-დან ღამის 1 საათამდე 2 საათამდე არ ვამბობ მაგალითად. ღამების არ მძინავ რომ აი რა ხდება, ყველა აი ბუზის გაფრენაც კი ვიცი. სად რა ხდება საქართველოს, ვინ რას გააკეთებს და ვინ ისინი თქვენია და გამკეთებელია.